დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ როგორც ყველაზე დიდ ფასეულობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. და ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ყველაზე მეტად არის გასაფრთხილებელი. ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რომელიც ძალიან ბევრი ფაქტორით განისაზღვრება და ძალიან ხშირად ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა არ არის საკმარისი ცხოვრების ხარისხის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ იმ ფაქტორებზე, რომელმა შეიძლება დათრგუნოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი და რამ შეიძლება შეამოკლოს ადამიანის სიცოცხლე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის გვახსენდება, რომ ადამიანის ორგანიზმში მისი მთლიანობის, განუყოფლობის მიუხედავად არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები და იმდენად მნიშვნელოვანია მათ შესახებ ადამიანების ცოდნა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ ორგანოთა მიმართ დამოკიდებულება ქართულ ენაში განსაკუთრებული სიტყვებითაც კი დაშიფრეს. მაგალითად, გულწრფელი, გულითადი, გულმხურვალე. ყველგან, სადაც ჩვენ გვინდა ხაზი გაუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია გულთან დაკავშირებული განცდები და რამდენად მნიშვნელოვანია თავად გული. ჩვენ ყოველთვის თავსართად ვიყენებთ გულს, არა უბრალოდ ორგანოს დატვირთვით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენმა წინაპარმა, მიუხედავად იმისა, რომ არც ღრმად იცოდა ანატომია, არც თითქოს ფიზიოლოგიის და პათოფიზიოლოგიის შესახებ ჰქონდა ღრმა ცოდნა და ბიოქიმიის შესახებ, გაცილებით უფრო ღრმა წარმოდგენები ჰქონდა ადამიანის შესახებ და გაცილებით უფრო ფაქიზი იყო მისი დამოკიდებულება თუნდაც გულის მიმართ. ამიტომ შემოგვინახა ეს ცოდნა და ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებული კამპანია სულ ცოტა 15 წელია ჩვენს გადაცემაში გრძელდება. გაცილებით მეტი, მაგრამ მე ბოლო 15 წლის მანძილზე მინდა რომ გაიხსენოთ თუ თქვენ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებლები ბრძანდებით, რამდენად ხშირად ვამბობდით სიტყვათა შეთანხმებას, მოვუსმინოთ გულს. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? განაყოლას შეგვიძლია სპეციალური ხელსაწყოთი ვიაროთ და გაუთავებლად მოვუსმინოთ გულს. არადა გულის მოსმენა, მთავარი რიტმის აღქმა, იმ რიტმისა, რომელიც სულ ორი თითით შეგვიძლია ჩვენს მაჯაზე შევიტყოთ, მოვსინჯოთ, დავთვალოთ, შევაფასოთ და ასეთ შემთხვევაში გულის ცემის პულსით აღქმა არის უმნიშვნელოვანესი. ასე ვუსმენთ გულს, ამიტომ ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მარტი. პირველი მარტი, როდესაც გაზაფხული დგება, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მიუხედავად ამინდისა, მიუხედავად კალენდარზე ცვლილებისა, მაინც არის ხოლმე გაზაფხულთან დაკავშირებული მოლოდინი სიახლისა და ზოგჯერ გულის ფრიალისა. ამიტომ მედიცინამ სწორედ პირველ მარტს დაუკავშირა რითმთან დაკავშირებული საერთაშორისო თარიღი, ანუ არითმიას ეძღვნება, არითმიის შესახებ ცნობადობას ეძღვნება ეს თარიღი და გამოცხადებულია როგორც პულსის საერთაშორისო დღე. ჩვენ ტრადიციულად ამას ვეხმიანებით ხოლმე, თუმცა წელს კამპანიურად ჩვენ გახსენებთ, რომ ამ თემაზე ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ კიდევ ერთი დამატებითი ელემენტით, რომელიც წელს სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით შექმნა ჩვენმა გადაცემა. როგორ მოვუსმინოთ გულისცემას? მარტივად. გავისინჯოთ პულსი. თუ გული გაწუხებთ, თუ გულის ფრიალს გრძნობთ, თუ თქვენი არტერიული წნევა მერყეობს, თუ კარდიოლოგის დანიშნულ წამლებს სვამთ, მაშინ პულსის გასინჯვა თქვენთვის აუცილებელი ჩვევაა. თუ პულს რეგულარულად გაისინჯავთ, ადვილად შეაფასებთ, როგორ მუშაობს თქვენი გული. რითმულად თუ რითმის დარღვევით და გჭირდებათ თუ არა ექიმის დახმარება. ამიტომ გაისინჯეთ პულსი. შეაფასეთ თქვენი გულის ცემა და მოусმინეთ გულს. როგორც გადაცემის დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვუსმენთ გულს. და ვუსმენთ გულს ერთი მარტივი მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, მის გარეშე ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია, თუმცა იმისთვის, რომ ამ თემაზე ჩვენ წლების განმავლობაში გვესაუბრა, ძალიან დაგვეხმარა ჩემი კოლეგა, რომელთან ერთადაც ჩვენ
ძალიან დიდი ხნის წინ წამოვიწყეთ კამპანია. მე გითხარით, რომ სულ ცოტა 15 წელია ეს პროცესი გრძელდება ჩვენს გადაცემასთან ერთად და ძალიან ვამაყობთ ამით. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტრადიცია არასდროს დაგვირღვევია და დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის სტუმარი სწორედ ეს ხალბატონი გახლავთ, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი, რითმოლოგი ხალბატონი ხათუნა ჯალაბაძე. ხათუნა, დილამშვიდობისა. როდესაც ჩვენ საუბრობთ 1 მარტზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობთ იმის აუცილებლობაზე, რომ მთელი საზოგადოება იყოს ყურადღებით გულთან მიმართებაში, საკუთარ გულისცემას, პულსით დაუკავშირდეს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეს სათქმელი კარდიოლოგს, მაგრამ ის რომ ეს გზა ჩვენთან ერთად გამოიარეთ, ის რომ ეს კამპანია ასეთი ხანდაზმულია უკვე, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შესაძლოა გაფართოვდა ამ კამპანიის მასშტაბები დღეს, კიდევ უფრო მასშტაბური იქნება შემდეგ წლებში. თუმცა, როდესაც ჩვენ მოგვიწია ყინულის და ყამირის გატეხვა, ამ ნაბიჯების გადათქმა არ იყო მარტივი, თუნდაც საზოგადოების მზაობის მისაღებად, თუნდაც საზოგადოების განწყობის შესაქმნელად, რატომ უნდა მოусმინოთ გულს? გულს ექიმი მოусმენს. არადა სწორედ თქვენ თქვით პირველად ფრაზა ჩვენს გადაცემაში, რომ ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა მოусმინოთ ჩვენ საკუთარ გულს. მოდით აქედან დავიწყოთ საუბარი. დიდი მადლობა სასიამოვნოა თქვენთან ახალ სტუდიაში. იმედია ეს ახალ გეგმებსაც მოგცემთ, ახალ პერსპექტივებსაც მოგცემთ. თქვენთან ერთად რასაკვირველია საზოგადოებასთან ერთად. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები, რაც გავაკეთეთ თქვენთან ერთად, ეს იყო ადამიანებს გაეკოთ რამდენად მნიშვნელოვანია იცოდნენ როგორ მუშაობს მათი გული და ეს ინფორმაცია მიუტანონ ექიმს, როდესაც გულს რაღაც ემართება. ანუ ისინი თავს ვერ გრძნობენ კარგად და ამბობენ გულმა შემაწუხა, გული მიფრიალებს. გული რაღაც არ მუშაობს კარგად, მტკივა და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია დაყვანილი ექიმის ენაზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორია მისი რიტმულობა, რამდენჯერ მუშაობს ის წუთში. ამ ბოლო ხანებში განსხვავებით იმ ძველი წლებიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სწავლება ადამიანებისთვის, რომ აუცილებელია თქვენს გულს მოусმინო, არსებობს რაღაც ადგილები ჩვენს სხეულსაც შეიძლება ძალიან კარგად შეაფასო, როგორ მუშაობს გული და ეს პირველ რიგში ყველაზე ხელმისაწვდომია თვითონ მაჯაზე 3 ან 2 თითით განსაზღვრა, როგორ მუშაობს გული. ძალიან მარტივი პროცედურით შესაძლებელია გავიკვირდეთ დღეს, როდესაც მე მშვენივრად ვარ. როგორია ჩემი გულისცემა და როდესაც რაღაც მაწუხებს, რა იცვლება. ეს ელემენტარული თვისება ჩვენი რომ მოусმინოთ ჩვენს ხელს, გვაძლევს საშუალებას რომ ექიმმა სწორად განსაზღვროს და ძალიან მარტივად შეაფასოს ის გამოკვლევის შემდგომი საშუალებები, რომელიც ჩვენ მოგცემს პასუხს. როგორ დავეხმაროთ გულს, უჭირს თუ არა მას ნამდვილად. თუ ეს არის ჩვენი ემოცია, იმიტომ რომ ასევე შევთანხმდით მრავალგზის თქვენ გადაცემაში, რომ გული მგრძნობიარე ორგანო არ არის მხოლოდ პოეტური ნათქვამი, გულმა მიგრძნო, გული შეწუხდა, გული აღშფოთ და ეს ყველაფერი ქართულ ტერმინოლოგიაში არის, იმიტომ რომ ნამდვილად გრძნობიარე ორგანოა და სად არის გამოდის რომ შემთხვევით არ არის. რა თქმა უნდა, სად არის რეალურად მისი პრობლემა, რომ ის არ მუშაობს კარგად, თუ ეს არის ემოცია, რომელსაც ჩვენი გული მხოლოდ და მხოლოდ გამოხატავს, ერთადერთი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ეს. ის გარემოება, როდესაც ის აჩქარდა, ის გარემოება, როდესაც მას არ მოეწონა რაღაც და გული არასწორად ამუშავდა, დავიღალე როგორ მუშაობს ამ შემთხვევაში გული, გული მიფრიალებს, რამდენია გულისცემის სიხშირე წუთში, არის თუ არა რითმული, არის თუ არა რამე სხვა მიზეზები, რომელმაც გამოიწვია გულის მუშაობის დარღვევა. ყველა ეს ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიხარია, რომ სხვათა შორის გამეღიმა კიდევაც, როდესაც პირველად ევროპის გულის რიტმის ასოციაციის ინიციატივით მთელს ევროპაში დაწესდა პულსის დღე. და პულსის დღის მიზანი იყო
ადამიანებს საზოგადოებას გაიგო რამდენად მნიშვნელოვანია შეაფასოს როგორ მუშაობს მისი გული, დროულად გამოიცნოს გულის რითმის დარღვევები და დროულად მიმართოს ექიმს, რომ მოახდინოთ გართულებების პრევენცია. და ნამდვილად გამახსენდა თქვენი სტუდიაც, ნამდვილად გამახსენდა ჩვენი ინიციატივა, რომ ადამიანებს ვასწავლოთ მოусმინონ გულს და მიუტანონ ინფორმაცია ექიმს. აი ამიტომაც 1 მარტი აღინიშნება უკვე მთელს ევროპაში როგორც პულსის დღე და წელს პირველად ჩვენც აღნიშნავთ ამ დღეს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენეთ, როდესაც ისმენდით ევროპელი კოლეგების ინიციატივას ამ თემასთან დაკავშირებით და გახსენდებოდათ, რამდენად გრძელი გზა უკვე გამოიარეთ. და მე ამ სიტყვებს ვისმენ გარკვეულწილად სიამაყით და მადლიერებით, იმიტომ რომ ჩვენ თქვენთან ერთად მოგვეცა საშუალება საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გული. ქართულად შეგვეხსენებინა, იმიტომ რომ ქართულ სიტყვებში ეს საიდუმლო დაშიფრულია და ამავე დროს გვეთქვა, რომ გულის რითმის დარღვევა არ არის ასეთი უწყინარი მდგომარეობა. თქვენ ბრძანეთ, როგორი ემოციური, მორეაგირე ორგანოა და არა უბრალოდ სისხლის ტუმბო, როგორც ხშირად ამას აღვწერთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ გულის რითმის დარღვევის მიღმა შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელთა ამოცნობაც სწორედ პირველად გულის რიტმის გარკვეული ხარვეზებით შეიძლება. რა პრობლემები შეიძლება იყოს გარდა ემოციურისა, მხოლოდ ჩამოთვალოთ, რა შეიძლება იმალებოდეს გულის რიტმის დარღვევის უკან. პირველ რიგში, როგორ მუშაობს გული, თუნდაც როდესაც ის რითმულია. გულის მუშაობა ნორმალური გულის მუშაობა არის რითმულობა. და შესაძლებელია მის განსაზღვროს უბრალოდ მისი სიხშირე წუთის განმავლობაში ძალიან მარტივად 15 წამში დავთვალოთ, გავამრავლოთ 4-ზე ან 9 წუთში დავთვალოთ, გავამრავლოთ 4-ზე, გავამრავლოთ 2-ზე და ჩვენ გვეცოდინება წუთში რამდენია ეს გულისცემა. მეორე არის რითმულობა და ხშირ შემთხვევაში პაციენტები ამბობენ ხოლმე არის მის შემთხვევაში, რომ გამოვარდნებს გრძნობენ. აი თუნდაც ამ გამოვარდნების შესახებ, რომელიც ერთ-ერთი უწყინარი არითმია შეიძლება იყოს, ან იყოს რაღაცა დიდი პრობლემის ინდიკატორი, საკმარისად დავთვალოთ, რამდენი გამოვარდნა გვაქვს წუთში. გამოვარდნების რაოდენობა და საერთოდ გამოვარდნა უკავშირდება ხოლმე არასწორ ინტერპრეტაციას და პაციენტები ხშირად მოგმართავენ, რომ მე თუნდაც ძალიან პოპულარული გახდა განსაკუთრებით COVID-19-ის შემდეგ პულსომეტრების გამოყენება. თვითონ COVID-19-ის ეპოქამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება საზოგადოებისთვის. და რამდენად მოყვება ის, როდესაც მას სწორ ინფორმაციას და სწორ მესიჯებს აძლევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ადამიანებმა აიტაცეს ეს ინფორმაცია, რომ მათ კრიტიკულ შემთხვევაში უნდა შეეფასებინათ საკუთარი ჯანმრთელობა, სანამ დარეკავდნენ სასწრაფოში. სანამ შეაწუხებდნენ ექიმს, რომელიც და იცით როგორ გადატვირთული იყო ჯანმრთელობის სისტემა. და მათ შეიძინეს უამრავი პულსოქსიმეტრები, რაც იმ პერიოდისთვის ნამდვილად იყო ძალიან კარგი დახმარება, რომ შეეფასებინათ სუნთქვის ჟანგბადის შემცველობა, სისხლში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ინერცია გადავიღოთ ძალიან ესეთი რუტინულად და არასწორად არ არის სწორად. დაუჯეროთ მხოლოდ პულსოქსიმეტრებს ან დაუჯეროთ მხოლოდ რაღაც მანქანებს, ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც თლად არ არის სწორი. ჩვენ იგივე წნევის გაზომვის დროს ხშირად ვეუბნებთ, რომ გადაამოწმეთ, თუ არ არის ლოგიკური პასუხი, რომელსაც თქვათ მანომეტრი გაძლევთ, ელექტრომანომეტრი გაძლევთ, იქნებ გასინჯოთ სხვა მოწყობილობებით. აი ასევე პულსომეტრის შემთხვევაში. თუ პულსომეტრი გიჩვენებთ 40 გულისცემის სიხშირეს, რომელიც თქვენთვის არ არის დამახასიათებელი, ყველაზე უკეთესია, რომ თქვენ თვითონ შეამოწმოთ. თქვენი თითები იქნება უტყუარი და გეტყვით ნამდვილად 40-ია თუ უბრალოდ არეულია ის და აი ამ არეული პულსის გამო ეს პულსომეტრი სინჯავს არასწორად. ხშირ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ჩემი პულსი არის დაბალი და ამ შემთხვევაში დაბალი კი არ არის, უბრალოდ არითმულია და ვერ ზომავენ, ან პულსომეტრი ვერ ზომავს ამას. ასევეა, როდესაც პულსი მიდის 100-ზე ზემოთ, რაც ითვლება, რომ ეს არის ტახიკარდია, აი ასეთ შემთხვევაშიც თუ მე ვგრძნობ ამ ტახიკარდიას, როგორც
გულის ფრიალს, როგორც გულის აჩქარებას მე უნდა ვიცოდე რამდენია. იმისთვის რომ შემდეგ ექიმს მიუტანო ამ ინფორმაცია და ექიმმა სწორად შემირჩიოს გამოკვლევის თუ მკურნალობის საშუალებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მე გულის ფრიალს ვგრძნობ, აჩქარებას ვგრძნობ. რამდენია გულისცემა წუთში. დათვლილი ჩემი თითების ყველაზე თითის ეს ბალიშები, ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა ჩვენს ორგანოში, ასე რომ მას არ გამოეპარება. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ ჩვენ სხეულის გარკვეულ ნაწილებზე ვერ შევიქნოთ, როგორ მუშაობს პულსი. ეს ნაწილები აქ, როგორც გითხარით, ყველაზე მარტივი მაჯის სახსართან ეს ადგილია, ეს როდესაც ადამიანს ვაჟს ეძახიან გვერდზე, შეგვიძლია გავიგოთ ბევრი ნაწილებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მოვნახოთ სხეულზე პულსი, რომელიც უტყუარად გვეტყვის არეულია, რითმულია, შენელებულია, აჩქარებულია თუ არა პულსი და რამდენია, რა არის ეს აჩქარება, რა არის ეს შენელება, რა არის ეს არითმია, როგორ მუშაობს. ძალიან კარგი ტერმინი აქვს ქართულ საზოგადოებაში გული ციმციმებს. და ეს მოციმციმე არითმია იმდენად პოპულარულია, რადგან კარგად ასახავს აი ამ როგორ მუშაობს ამ შემთხვევაში გული. სამედიცინო ენაზე წინაგულთა ფიბრილაციას ვეძახით, მაგრამ ხომ გეუბნებით, იმდენად ზუსტი ტერმინია ხალხიდან წამოსული, რომ დამკვიდრდა კიდევაც სამედიცინო საზოგადოებაში. თუნდაც იგივე ციმციმის შემთხვევაში, რამდენია ეს პულსი, რომელსაც ისინი აფიქსირებენ, ან ეს ციმციმი როგორ არის განაწილებული დღის თუ კვირის განმავლობაში, ხშირად მაქვს, იშვიათად მაქვს, ეს ზუსტად ეს არის მიზანი აი იმ კომპანიის, რომელიც დაიწყო ევროპაში და ჩვენც დიდი ხანი ამას პრომოციას ვუკეთებთ და გვინდა ახლა უფრო ორგანიზებული სახე მივცეთ, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ მუშაობს გული თითოეულ შემთხვევაში. ჩვენ ხანმოკლე ტიხრის შემდეგ გავაგრძელებთ პულსზე საუბარს, გავაგრძელებთ გულზე საუბარს და რაც თავარია, საუბარს გავაგრძელებთ გადაუდებელი პირველი დახმარების ჭრილში. არის მდგომარეობები, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე პულსის შეფასება და სრულიად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, არა ექიმი, ცდილობს შეაფასოს პულსი. მაგალითად, გონების დაკარგვა, მაგალითად, ვარდნა, მაშინ, როდესაც ადამიანს გული წაუვიდა. არის თუ არა ეს მდგომარეობა ერთმანეთთან დაკავშირებული და ამ დროს პულსი გამოდგება თუ არა შეფასების კრიტერიუმად? რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ეს ძირითადი ჩვევები, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოვიმუშაოთ, არის ორი მიზნით გაკეთებული. ერთი რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი სხეული, როგორ მუშაობს ჩვენი გული, როგორ ვსუნდგავთ და რა ამბავი მიუტანოთ ექიმს და მეორე როგორ დავეხმაროთ მეგობარს, მოყვას, ჩვენზე გვერდს, როდესაც ის გაჭიროებაში რაღაცა უჭირს, რაღაცა პრობლემა აქვს ჯანმრთელობის. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ეს არის, როდესაც ის გონებას კარგავს და მას არ აქვს საშუალება გითხრას რა აწუხებს. ასეთ შემთხვევაში ზუსტად ესეთი ელემენტარული ჩვევა, როგორც არის პულსის შეფასება და სუნთქვის შეფასება, რომ დავეხმაროთ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევა, რომელიც საზოგადოებამ უნდა გამოიმუშაოს. და ჩვენ ამ ჩვევასთან დაკავშირებითაც გრძელი გზა გავიარეთ და ეს პროცესიც ისეთივე ხანდაზმულია, როგორც კამპანია მოვუსმინოთ გულს და მით უფრო ახლა, როდესაც ევროპული კამპანია პირველად ტარდება საქართველოში და ჩვენ ამხელა გზა გვაქვს ერთად გამოვლილი, აუცილებლად უნდა გავახსენოთ საზოგადოებას ჩვენი ერთი მნიშვნელოვანი რუბრიკა, რომელიც პირველ დახმარებას გულისხმობს, მაშინ, როდესაც გულის მუშაობა, სასუნთქის სისტემის მუშაობა უნდა იყოს გამართული და ჩვენ ამაში ვეხმარებით ადამიანს. თაკო ადეიშვილი შემოგვიერთდა, თაკო გახლავთ პედიატრი, პირველი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქტორი თაკო დილამშვიდობისა. გამარჯობა. ძალიან დიდი ხანია ჩვენ თანამშრომლობთ, მეგობრობთ და ძალიან დიდი ხანია თქვენ ჩვენ საზოგადოებას უზიარებთ ინფორმაციას პირველ დახმარებასთან დაკავშირებით. არა უბრალოდ ყვებით, არამედ ამას აჩვენებთ. და ძალიან მნიშვნელოვანია გონების კარგვის დროს, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჩვენი სწორი ნაბიჯების სწორი ქმედება იმისთვის, რომ კი არ დავაზარალოთ ადამიანი, არამედ პირიქით დავეხმაროთ.
აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, როდესაც გონების კარგვის ეპიზოდი დგება, ხშირად არის რომ ზიანი მეტი მოაქვს დახმარების მსურველების ჩარევას, ვიდრე სარგებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს გონების კარგვის ეპიზოდი, საკმაოდ გავრცელებული შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მოსახლეობის 40%-მდე სხვადასხვა სტატისტიკით სიცოცხლის მანძილზე თურმე ერთხელ მაინც გამოსდის ამ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში აქტიური ჩარევა არ არის საჭირო და სწორედ ამაზე არის მთავარი აქცენტი, რომ ადამიანებმა შეძლონ მოიცნონ, როდის არის აქტიური ჩარევა საჭირო და როდის უბრალოდ დააკვირდნენ, დაელოდონ და აცადონ, რომ გონება თავისთავად და სასიცოცხლო მაჩვენებლები თავისთავად აღდგეს. ამიტომ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია აქ შეფასებისას გამოსაყენებელი. როდესაც ადამიანი გონებას კარგავს, ანუ ვაფასებთ, არის ის თუ არა ცნობიერი, ვეხებით, ვეკითხებით, როგორ ხარ, თუ პასუხი არ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითმხილველმა დროულად შეაფასოს, სუნთქავს თუ არ სუნთქავს ის. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ პულსის შეფასებაზე, მაგრამ თუ საუბრობთ ჰოსპიტალს გარეთ, ექიმის გარეშე განვითარებულ შემთხვევას, აქ დრო არის ძალიან პრიორიტეტული და როდესაც ადამიანი იყოფება ცნობიერების გარეშე, უფრო მარტივია და სწრაფად მიიღწევა შედეგი, თუ ვაფასებთ სუნთქვას და სუნთქვის არარსებობის ან პათოლოგიური სუნთქვის არსებობის შემთხვევაში ვიძახებთ სპეციალურ დახმარებას. ანუ ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არის უგონო მდგომარეობაში და ის არ სუნთქავს, არ გვესმის სუნთქვით ხმიანობა, არ ვხედავთ სუნთქვით აქტივობას, არ შეარხევს ჰაერს, ვრეკავთ 1-1-2-ზე ამ შემთხვევაში. შემდგომი რაც უნდა შეფასდეს, ეს არის რომ გადავიდეთ მის აქტიურ დახმარებაზე. სუნთქვის და ცნობიერების გარეშე ყველა შემთხვევაში გვჭირდება გულფილტვის რეანიმაციის დაწყება, მაგრამ სადამ ამ გზამდე მივალთ. რა ხდება, როდესაც გონება იკარგება და ხშირ შემთხვევაში არის სუნთქვა შენარჩუნებული. ასეთ დროს დაშავებული სწორ ზედაპირზე მოთავსება და მისი ფეხების ზომიერად წამოწევა დაახლოებით 30 სანტიმეტრი ამ შემთხვევაში არის საკმარისი. სრულიად ეხმარება და ვაცადოთ დაახლოებით 1 წუთის მანძილზე მაინც რომ ცნობიერება თავისით აღდგეს. თუ საუბრობთ იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ესეთი პიროვნება, შეიძლება იყოს ალკოჰოლი, შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერებები, ანუ ამან გამოიწვია ან არის თანმხლები ამ მდგომარეობაში, მაშინ ასეთ დროს პრიორიტეტი ენიჭება უსაფრთხო პოზიციას, რომელიც არა ზურგზემწოლი არის, არამედ გვერდით გადაბრუნებულ პოზიციაში გულისხმობს. მოდი დავაზუსტოთ რატომ? იმიტომ რომ აქ არის ძალიან გაზრდილი რისკი ღებინების და დაქვეითებული დაკარგული ცნობიერების ფონზე გადაცდენის ნაღებინები მასებით. შესაბამისად, მეორადი გართულება რომ იქნას თავიდან აცილებული, თუ ერთ შემთხვევაში უსაფრთხო პოზიცია გულისხმობს ზურგზე წოლი არა ფეხები წამოწეული, ამ შემთხვევაში არჩევის პოზიცია არის გვერდით გადატრიალებულ პოზიციაში. მაგრამ თუ ხვდებით იმ შემთხვევას, როდესაც სუნთქვაც არ არის, ასეთ დროს სწრაფი აქტიური ჩარევა არის ის, რასაც შეუძლია ადამიანის გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად ორჯერ და სამჯერაც კი გაზარდოს. შევეცდები გაჩვენოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში დეტალურად. ნახეთ, რომ ადამიანი არის ცნობიერების გარეშე, ძირითადად ეს ხდება ძირსდაცემულ მდგომარეობაში, ამიტომ უნდა მიუახლოვდეთ, კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ვეკითხებით, როგორ ხარ, არ სუნთქავს, პასუხს არ მცემს, ვიღაცა უზრუნველყოფთ, რომ დავრეკეთ სასწრაფოში, ან ვიღაცამ გააკეთა ეს ჩვენს ნაცვლად. შემდგომ, რაც უნდა მოხდეს, უნდა ვიპოვნოთ შესაბამისი ადგილი გულის მასაჟის სწორად დასაწყებად. ეს არის მკერდის ძვლის ქვედა ნაწილი, ქვედა მესამედი. მარტივად საზოგადოებისთვის ადვილად აღსაქმელად ეს არის ჩაღრმავების ზევით. ერთი ხელი თავსდება მყარის სწორი ზედაპირით, მეორე გადაეჭდობა მას და ჩვენი სხეული არის პარალელურად დაშავებული ზღუმკერდის. იმისთვის, რომ ხელის ძალა არ იყოს გამოყენებული ზეწოლების დროს და მთელი სხეულის ძალით მოხდეს აქტიური ჩარევა. ღრმა და ძლიერი ზეწოლები შესაბამისად სწრაფად. შესაბამისად სწრაფაში გულისხმება წუთში 100, მაქსიმუმ 120, მინიმუმ 100, მაქსიმუმ 120 ზეწოლა. თუ აღდგა ცნობიერება, საუბრობთ ისევ გადავიყვანოთ გვერდით პოზიციაში, თუ არა გრძელდება ეს მანამ სადამ არ მოვა დახმარება. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა აღვნიშნო, სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვი გარდა ზეწოლებისა და იმ შემთხვევაში თუ ვინმე შეუძლია რომ ჩაატაროს ხელოვნური სუნთქვა არის ამისთვის მომზადებული, შესაბამისი ტრენინგი აქვს გავლილი. კი ბატონო, გვაქვს აქ ზეწოლების და ჩასუნთქვების თანაფარდობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დეფიბრილაცია.
რატომ? იმიტომ რომ ასეთ შემთხვევებში, როდესაც გონება იკარგება გულის და სუნთქვის გაჩერების გამო, ხშირი წამყვანი რიტმი არის რიტმი, რომელსაც მხოლოდ დეფიბრილაცია შეძლებს, რომ შეუნარჩუნოს სიცოცხლე. და რადგან დროში გვართ შეზღუდული, სასურველია, რომ ასეთი აპარატი იყოს ბევრ ადგილას ხელმისაწვდომი და ძალიან მარტივია მისი გამოყენება. სასწავლო ვერსიას წარმოგიდგენთ ამ შემთხვევაში და ძალიან მარტივია მისი გამოყენება უშუალოდ მოსახლეობისთვის. ძალიან ხანმოკლე ინსტრუქტაჟის შემდგომ, ხო? ასეთ აპარატებს როგორც წესი აქვს ჩართვის უნივერსალური ღილაკი და მხოლოდ უსმენთ, რასაც გვეუბნება შემდგომში. ამ შემთხვევაში ჩემი აპარატი კარნახობს, რომ მოთავსდეს ელექტროდები შიშველ გუნდკერძზე, ისე როგორც ისრებზეა ნაჩვენები. და შემდგომში ის თავის საქმეს აკეთებს აბსოლუტურად დამოუკიდებლად უმეტეს შემთხვევაში. Analyzing heart rhythm. გვეუბნება, რომ ანალიზებს გულით რწრითს და უბრალოდ ჩვენგან არის მოთხოვნა, რომ არ შევეხოს ასეთ დროს პაციენტს, ხო? და რამოდენიმე წამი სჭირდება მას შედეგის მისაღწევად, რომ გვითხრას არის თუ არა შოკი საჭირო. ამ შემთხვევაში აპარატი იმუხტება და გვეტყვის, რომ არავინ არ შეეხოს დაშავებულს, ყველა მოშორდეს მას და მარტივად დავაჭიროთ შოკის ღილაკს. შემდგომი სიგნალიც მისგან მოდის, რა უნდა როგორ მოვიქცეთ და ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ გაგრძელდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია. ეს არის ის მოკლე ციკლი, რომელიც დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ ადამიანს მინიმალური მზაობის შემთხვევაში შეუძლია, რომ დაისწავლოს და შემთხვევის ადგილზე სრულყოფილთან მიახლოებულად შეასრულოს. ბავშვების შემთხვევაში როგორ არის თაკო სიტუაცია? ძირითადი განსხვავებები ამ შემთხვევაში არის ის, რომ გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების დროს უნდა მოვერგოთ მათ ზომას, წონას, აგებულებას. მნიშვნელოვანი სხვაობა არ გვაქვს, ერთადერთი თუ იგივე ძალას გამოვიყენებთ, ეს იქნება დამაზიანებელი მათთვის, ამიტომ დამზოგველი რეჟიმი, ანუ ხელის ორი ცერა თითით შეიძლება მოხდეს ბავშვებში გულ-ფილტვის რეანიმაციის და გულის მასაჟის წარმოება, ან ეს არის ერთი მეთოდი, რომლის დროსაც ხდება გულის შეკუმშვების ხელოვნურად გამოწვევა და მეორე, როდესაც არ შეგვიძლია რომ მოვერგოთ კარგად და განვახორციელოთ ეს ძალა, ამ შემთხვევაში ეს არის ერთი ხელის და არა ორმაგი ზეწოლით, როგორც გასულებში. კი ბატონო, ნამდვილად იყო ძველი რეკომენდაცია, რომელიც მოიცავდა ორი თითით გულ-ფილტვის რეანიმაციას. ბოლო განახლებით ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურად იქნა მიჩნეული სიღრმის და სიძლიერის განხორციელების თვალსაზრისით, ამიტომ მოხდა მისი ჩანაცვლება ერთი ხელის გულის საშუალებით. ანალოგიურად დეფიბრილატორი გამოიყენება ბავშვებთან, შვილებთან, რაიმე განსაკუთრებული სხვაობა ამ შემთხვევაში არ გააჩნია პირველად დახმარებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებთან მიმართებაში. ჩვენი გადაცემის ერთგულმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ თემაზე ჩვენ პირველად არ ვსაუბრობთ. არც პირველად ვაჩვენებთ ასეთი მეთოდის გამოყენებას, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებმა კრიტიკულ სიტუაციაში შეძლონ ადამიანებს, სხვა ადამიანებს გაუწიონ დახმარება და ზიანი არ მოუტანო. თუ არ არიან დარწმუნებული, რომ მსგავსი რამის გაკეთება უსაფრთხოდ შეუძლია. დეფიბრილატორთან დაკავშირებით თქვენ მე მაყურებელს მიმართავ ამ შემთხვევაში გახსოვთ ჩვენი კამპანია, ჩვენ ჯიუტა წლების მანძილზე ვიმეორებთ, რომ ჩვენ გვჭირდება ასეთი შესაძლებლობა თავშეყრის ადგილებში, სტადიონებზე, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, დიდ დაწესებულებებში. ეს არ არის ჩვენი კომერციული ინტერესი, ეს არ არის ექიმების პირადი ინტერესი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების და ქვეყნის ინტერესი. ჩვენ საზოგადოებას ჭირდება ასეთი გადარჩენის შანსი იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო და იმისთვის, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა სწორედ აი ამ მოგებული დროის ხარჯზე შეინარჩუნოს სიცოცხლე და სამედიცინო დახმარებამ იქნება ეს უკვე სამედიცინო დაწესებულებაში თუ გადაუდებელი დახმარების ბრიგადებთან ერთად შეძლოს მისი სიცოცხლის გახანგრძლივება და გაგრძელება და შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ მთავარი, როგორც ყოველთვის, მოვუსმინოთ გულს და ამისთვის რას ვაკეთებთ, ხათუ? ჩვენ ვიცით როგორ გავსინჯოთ პულსი. შევამოწმოთ პულსი, რომ ის იყოს რეგულარული, 7 და ჩვენ გულს შეეძლოს შეასრულოს თავისი ფუნქცია.
შეუცდომლად. სწორედ მოვუსმინოთ გულს, ეს არის ჩვენი კამპანიის უცვლელი სახელწოდება, რომელიც როგორც გითხარით 15 წელია ლამის, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით რგოლი გვაქვს. თაკო ადეიშვილი, პედიატრი, პირველი, გადაუდებელი დახმარების ინსტრუქტორი გახდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი და რასაკვირველია, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ქალბატონი ხათუნა ჯალაბაძე. ვიდრე დაგემშვიდობებით, აი ამ ნაწილში მე გაგახსენებთ, რომ სწორედ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ ერთხელ ვნახოთ ჩვენი გადაცემის მიერ 1 მარტთან დაკავშირებით ცნობადობის ასამაღლებლად მომზადებული რგოლი. როგორ მოვუსმინოთ გულისცემას? მარტივად. გავისინჯოთ პულსი. თუ გული გაწუხებთ, თუ გულის ფრიალს გრძნობთ, თუ თქვენი არტერიული წნევა მერყეობს, თუ კარდიოლოგის დანიშნულ წამლებს სვამთ, მაშინ პულსის გასინჯვა თქვენთვის აუცილებელი ჩვევაა. თუ პულს რეგულარულად გაისინჯავთ, ადვილად შეაფასებთ, როგორ მუშაობს თქვენი გული. რითმულად თუ რითმის დარღვევით და გჭირდებათ თუ არა ექიმის დახმარება. ამიტომ გაისინჯეთ პულსი. შეაფასეთ თქვენი გულის ცემა და მოусმინეთ გულს. როდესაც ჩვენ გულზე ვსაუბრობთ, შევთანხმდით, რომ ეს არ არის უბრალოდ გულის აღქმა ტუმბოს სახით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის ძალიან გრძნობიარე ორგანო და დღეს ქალბატონმა ხათუნა ჯალაბაძემ ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა. და თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, როგორ არის ეს სიბრძნე დაშიფრული ქართულ ენაში, კონკრეტულ სიტყვებში, მაშინ არავისთვის გასაკვირი არ არის, რატომ უნდა მოусმინოთ გულდასმით და ყურადღებით გულს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი საუბარი იმ ჭრილში, რასაც ყვებით შეუძლია საკითხების გამოსწორება. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა კონკრეტული საკვები პროდუქტები გულის რითმის დარღვევის თავიდან ასაცილებლად გამოვიყენოთ, ან გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ საკვებ პროდუქტს ან ყვებით ჩვევა შეუძლია პირიქით გულის რითმის დარღვევა გამოიწვიოს. ყვებით შუქნიშანი იქნება ჩვენი გადაცემის შემდეგი ბლოკი. ყვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები იცვლება, რასაკვირველია და ძალიან სწრაფად იცვლება. რატომ? იმიტომ რომ თანამედროვე ცოდნა ყვების შესახებ მთლიანად ეფუძნება მტკიცებით მეცნიერებას და ასეთ შემთხვევაში ყოველი ახალი აღმოჩენა ცვლის ჩვენს წარმოდგენას. ცვლის ზოგად მიდგომებს, ცვლის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც რჩება საერთო. და ეს საერთო მიდგომა გულისხმობს ადამიანის ორგანიზმის წონასწორობის შენარჩუნებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ ავადმყოფობა ეს არის დარღვეული წონასწორობა და ჯანმრთელობის შემთხვევაში ჩვენ არსებულ წონასწორობაზე ვსაუბრობთ. თუ გვინდა წონასწორობა შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ დარღვეული წონასწორობა, ყვება ამისთვის უნდა სწორედ წონასწორობის პრინციპით შევარჩიოთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დაბალანსებული, გაწონასწორებული, რაციონალური, გონივრული, წესიერი, ჯანსაღი. აი, ყველა ეს კომპონენტი, ყველა ეს ეპითეტი შეიძლება გამოვიყენოთ ან განსაზღვრება იმისთვის, რომ აღწეროთ კვების მოდელი, რომელიც ამ წონასწორობის აღდგენაში გვეხმარება. თებში მხოლოდ სიმბოლოა, რომელიც მიუხედავად ცვლილებებისა ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს. როდესაც ჩვენ დღიურ რაციონს ისე ვანაწილებთ, რომ უპირატესობას ბოსტნეულს და ხილს ვანიჭებთ და ყველა დანარჩენ კომპონენტს, მარცვლეულ, ბურღულეულს, ცილოვან კომპონენტთან ისე ვაწყვილებთ, რომ გავითვალისწინოთ ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებები. და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი დღიური რაციონისა უნდა იყოს არანაკლებ ნახევარისა, უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი, მეორე ნახევარი მარცვლეულ, ბურღულეული, ცილოვან კომპონენტთან ერთად და ცალკე განვიხილავთ ხოლმე რძის ნაწარმს, ყველა პრობლემის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება დაზუსტება. როგორ უნდა დავაზუსტოთ საკითხი, მაგალითად გულთან მიმართებაში. ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად საუბრობთ და მნიშვნელოვანია დღევანდელი თარიღის გათვალისწინებით თქვათ, შეუძლია საკვებს დაარღვიოს გულის რიტმი. შეუძლია საკვებს გამოიყვანოს წონასწორობიდან გულის რიტმი. შეუძლია საკვებს აღადგინოს გულის რიტმი. არის საკვები, რომელიც გულის რიტმის შენარჩუნებაში გვეხმარება. ყველა კითხვაზე მაქვს
დადებითი პასუხი. დიახ, საკვებს შეუძლია დაარღვიოს, საკვებ ნივთიერებებს შეუძლია წონასწორობიდან გამოიყენოს გულის რიტმი, ისევე როგორც დაგვეხმაროს პროფილაქტიკურად ამ დარღვევების თავიდანაცილებაში და შემდეგ შენარჩუნებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე გეტყვით, თუ ადამიანს აკლია მაგალითად სისტემატურად წყლის მისთვის აუცილებელი რაოდენობა, ეს შეიძლება გახდეს გულის რიტმის დარღვევის მიზეზი. თუ ადამიანი არარაციონალურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, ეს შეიძლება გახდეს გარდა იმისა, რომ მას ფსიქოაქტიური ზეგავლენა აქვს ჩვენს თავის ტვინზე და ჩვენს ორგანიზმზე, მას აქვს უნარი დაგვაკარგვინოს წყალი, შეცვალოს წყალმარილოვანი ბალანსი, მათ შორის კალიუმის კარგვის სასარგებლოდ, შეცვალოს მიკრობიომი და მიკრობიოტა ჩვენს ორგანიზმში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა. შეიძლება თუ არა, მაგალითად, მარილის არარაციონალურმა გამოყენებამ გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა. შეიძლება შეუწყოს ამას ხელი, თუნდაც იმიტომ, რომ შემნარჩუნებელი გახლავთ, წყლის შემკრები გახლავთ მარილი ორგანიზმში, რაც არტერიული წნევის მერყეობას უწყობს ხელს და მუდმივად მომატებული არტერიული წნევა თავისთავად უზარმაზარი დატვირთვაა გულისთვის და ეს შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი იმისა, რომ გულის რიტმის დაირღვეს. შეიძლება თუ არა, არასწორად დატვირთვად გამოყენებულმა ნახშირწყალმა ან ცხიმებმა გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა. უშუალოდ შაქარს ან შაქრიან პროდუქტს რომ ვიღებთ, იმ მომენტში ეს შეიძლება არ გახდეს ამის პირდაპირი წინაპირობა, მაგრამ თუ ნახშირწყალოვანი ცვლა დაირღვა, თუ მაგალითად განვითარდა ჭარბიწონა სიმსუქნე, ინსულინ რეზისტენტობა, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, რომელიც აზიანებს გულის კუნთს და რა თქმა უნდა, ცვლის გულის კუნთის მუშაობის რიტმულობას. დიახ, ეს შეიძლება გახდეს რისკის ფაქტორი. როდესაც ცხიმების არასწორ გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ნახშირწყლებთან ერთად ჩვენ ვლაპარაკობთ ჭარბი ცხიმის დაგროვებაზე, მათ შორის სისხლძარღვის კედლის შიგნით, რაც თავისთავად ზრდის ყველა იმ რისკს, რომელზედაც მე უკვე მოგახსენებთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან თამამად ეს პროდუქტები შეგვიძლია გადავიტანოთ ყვითელ ზონაში, როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე ხშირად. გადავიტანოთ არა იმიტომ, რომ ეს ასია მიღებული ჩვენს გადაცემაში, არამედ გულთან მიმართებაშიც და მრავალ სხვა პრობლემასთან დაკავშირებითაც უკვე დადგენილია მათი მაღალი რისკის შემცველობა. ისევე როგორც მაგალითად ჩვენ ვლაპარაკობთ აუცილებელ ბალანსზე წყლის შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წყლის მოხმარება როგორც ცხოვრების წესის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. იმის ფონზე, როდესაც ჩვენ გულის რიტმულ მოძრაობას, ანუ გულის მიერ განსაზღვრულ ჩვენი ორგანიზმის რიტმულ მოძრაობას, აი ასეთი თან მიმდევრობით, აი ასეთი რიტმულობით ჩვენ ამას ვპასუხობთ ჩვენი გადაწყვეტილებით ყოველდღიურ რიტმში, როდესაც დროის შესაბამისად ვანაწილებთ სხვადასხვა ფუნქციას, მათ შორის სხვადასხვა აქტივობას, ფიზიკური იქნება, ძილთან დაკავშირებული იქნება, კვებასთან დაკავშირებული თუ სხვა ნებისმიერი სახის აქტივობა. ამიტომ ფიზიკური აქტივობა გულის ჯანმრთელობისთვის რამდენადაც საჭიროა, ასევე შეიძლება აღმოჩნდეს არასწორად შერჩეული გულის დატვირთვა, არასწორად შერჩეული გულის აქტივობა, როგორც გულის პრობლემების მაპროვოცირებელი, შეიძლება პირველად გამომამჟღავნებელი და რაც მთავარია, არსებული პრობლემების შემთხვევაში გულის რიტმის დარღვევის მაპროვოცირებელი. ისევე როგორც წონის არასათანადო კონტროლი. ასეთ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ მარტო ჭარბწონაზეა ლაპარაკი. ჭარბი წონა და სიმსუქნე ქმნის, რა თქმა უნდა, ქრონიკული ანთების რისკს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასაკმარისი ნაკვებობა, წონის დეფიციტი, ადამიანის ლტოლვა სიგამხდრისკენ ან უნებლიეთ წონის კარგვა შეიძლება გახდეს ზუსტად ის წინაპირობა, რაც გულს მუშაობაში შეაფერხებს და გულის რიტმს დაარღვევს. ჩვენ ჩამოვთვალეთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ ჩვენს გადაცემაში. მე მხოლოდ გაგახსენეთ დღეს და გაგახსენეთ სწორედ იმიტომ, რომ 1 მარტს პულსის დღესთან დაკავშირებით თქვენ არ დაგავიწყდეთ, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ გულს, თუნდაც საკუთარი გულისცემით შეფასებით. მაგრამ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრადიციულად ხდება ჩვენი შუქნიშნის ზონაში, ნიშნავს იმას, რომ აქ
არსებული პროდუქტები ფერადი, საკუთარი გარეგნობის მიღმა, თავისი იერსახის მიღმა ფერად ნივთიერებებს, ანუ მრავალფეროვან ნივთიერებებს შეიცავს, რომელთა დამსახურებით ჩვენს ორგანიზმს აქვს ანტიოქსიდანტებით, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით უზრუნველყოფა. ცალკეულ ნივთიერებებს მე ახლა არ ჩამოვთვლი, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და არაერთხელ მithქვამს. თუმცა აუცილებლად მინდა გაგახსენოთ უკანასკნელი რეკომენდაციების მიხედვით, რატომ გამოიყო რამდენიმე ფაქტორი იმისთვის, რომ უფრო მეტად დავზოგოთ გული, უკეთ შევინარჩუნოთ გულის რიტმი და არსებული პრობლემების შემთხვევაში მაქსიმალურად შევაფასოთ. ჩვენი კვებითი არჩევანი ხომ არ ქმნის დამატებით რისკ ფაქტორს იმისთვის, რომ გულის რიტმი დაირღვეს. მოდით შევხედოთ ახლა, როგორ გამოიყურება მთავარი რეკომენდაცია, რომელიც მედიკოსებმა გულის რიტმის დარღვევის პროფილაქტიკისთვის ან არსებული დარღვევის შემთხვევაში მდგომარეობის გამოსასწორებლად დაადგინეს. მრავალ სხვა კვებით მოდელთან ერთად, რომელიც იყო განხილული, საუკეთესოთა შორის დასახელდა უპირველეს ყოვლისა ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი. თქვენ გახსოვთ ამ მოდელის ღირსება, ეს არის მცენარეული პროდუქტების სიუხვით გამორჩეული კვება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ მცენარეული ცხიმებიდან ზეითუნის ზეთი, როგორც პოლიუჯერი და ძალიან მნიშვნელოვანი დაცვა, ანთების საწინააღმდეგო დაცვა ჩვენი ორგანიზმისა. ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ ნედლი პროდუქტების ყოველდღიური მოხმარება ბოსტნეულის უპირატესობით ხილთან კომბინაციაში და სხვადასხვა თესლის შეხამება, ნიგოზის, თხილის და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია აგრეთვე რძის ნაწარმის ფერმენტირებული ვერსიის ზომიერი გამოყენება და არც თუ ისე ხშირი, მაგრამ ბოსტნეულთან კომბინაციაში მომზადება ხორცს პროდუქტებისა, ზღვის პროდუქტების სიუხვე, მნიშვნელოვანია აგრეთვე ხორბლეულის, მარცვლეულის ნებისმიერი ვერსიის მთლიანი ფორმის გამოყენება ან უხეშად დაფქული პროდუქტისგან პასტად ქცევა. ეს არის ის კომბინაცია, რომელიც სოციალურ კომუნიკაციასთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობის ფორმატში ტრაპეზის გაზიარებას გულისხმობს გარკვეული რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მოხმარებასთან ერთად, სადაც ალკოჰოლი კი არ არის გადამწყვეტი, არამედ კომუნიკაციის საბაბი. თუ ჩვენ საუბრობთ გულის რიტმის დაცვაზე, აუცილებლად უნდა დავასახელო კონკრეტული პროდუქტები, რომელ პროდუქტებს გულისხმობთ. კონკრეტულ პროდუქტებში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ჩემი მიერ ნახსენები ანტიოქსიდანტები და C ვიტამინი, რომელიც ყოველდღიური სისტემატური მოხმარების შემთხვევაში ნედლი პროდუქტების სახით მაქვს მხედველობაში. ბოსტნეული, ხილი, იქნება ეს ციტრუსების სახით, მაგალითად კივი გამორჩეულად მდიდარი გახლავთ C ვიტამინით, კენკროვანი პროდუქტების სახით, თუ სხვადასხვა სახის ბოსტნეულით, ის არის მთავარი ანტიოქსიდანტი, ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი, რომელიც თავისუფალი რადიკალების განიცავს მთელს ორგანიზმს და მათ შორის ჩვენს გულს. E ვიტამინი, რომელიც ასევე გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, სწორედ E ვიტამინის როლზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ასეთ შემთხვევაში გავითვალისწინოთ სწორედ ზეითუნის ზეთის, ზეთის ხილის, ავოკადოს, ნიგზის მნიშვნელობა იმისთვის, რომ დაცული იყოს ზოგადად ჩვენი ორგანიზმი და დაცული იყოს მათ შორის გულის კუნთი. განსაკუთრებით მივაქციოთ ალბათ უნდა ყურადღება იმას, რომ D ვიტამინი გულთან მიმართებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ D ვიტამინი სხვადასხვა სისტემასთან კავშირში ვიცით, რამდენად გასათვალისწინებელია, თუმცა ბოლო წლების კვლევებმა დაადასტურა, რომ D ვიტამინს შეუძლია გულში ზრდა სისტემა მთლიანად გამოიყვანოს წონასწორობიდან, უფრო ზუსტად თუ ვიტყოთ D ვიტამინის ნაკლებობამ, ამიტომ მისი შევსება, სწორად გამოყენება, პირდაპირ მზის ინსოლაციის, პირდაპირ მზის ზემოქმედების დილით მაგალითად 11 საათამდე, თევზის, ზღვის ნაწარმის, რძის ნაწარმის, კვერცხის, ზოგადად D ვიტამინის შემცველი პროდუქტების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ გულის რიტმი შევინარჩუნოთ მაქსიმალურად და დავიცვათ დარღვევებისაგან. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ
კავიტამინი და კავიტამინთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის არაერთგვაროვანი არის კ1 ვიტამინი, კ2 ვიტამინი, დეტალურად ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და გაგახსენეთ მხოლოდ რომ თუ კ1 ვიტამინი შეგვიძლია შევივსოთ მწვანე ბოსტნეულით, ჩვენ გვჭირდება იმის გათვალისწინება, თუ შეიძლება კ-ვიტამინი რომ დავაბრუნოთ, კ-ვიტამინთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კ2 ვიტამინის წყარო არის ჩვენს ნაწლავში არსებული სხვადასხვა სახის ბაქტერიები, რომლებიც წარმოქმნიან კ2 ვიტამინს და ყველა ის ბაქტერია, რომელიც ფერმენტირებულ პროდუქტში შეიძლება აღმოვაჩინოთ, თუნდაც ყველში ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგ ეს პროდუქტი როგორც კ2 ვიტამინის წყაროდ გამოვიყენოთ. ამ ვიტამინთან დიდი სიფრთხილე გვმართავს. მისი ნაკლებობა არის პრობლემა იმისთვის, რომ სისხლი ზედმეტად გათხიერდეს, მისი სიჭარბი არის პრობლემა იმისთვის, რომ სისხლი გახდეს ზედმეტად ბლანტი. აი აქ ოქროს შუალედის მოძებნა ჩვენ დამოუკიდებლად არ შეგვიძლია, თუ ამასთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, აუცილებლად გვჭირდება სპეციალისტის ჩართულობა. ხოლო საკვებით მოხმარების შემთხვევაში აქაც გასათვალისწინებელია, რომელი ჯგუფის პრეპარატებს ვიღებთ და თუ ვიღებთ ანტიკოაგულანტებს, შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ჩვენ ვიცით, რომ უნდა აუცილებლად შევათანხმოთ ვიტამინის შემცველი პროდუქტებისა და ამ პრეპარატების მოხმარება იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ ამ პრეპარატების ეფექტურობა. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ, ელემენტი არა, ცხიმოვანი მჟავა გახლავთ ომეგა-3, რომელიც ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა და თრომბოზის რისკს ამცირებს. აღმოჩნდა, რომ მას შეუძლია გულის რითმის დარღვევებისაგან დაიცვას ჩვენი ორგანიზმი და დაიცვას ძალიან მნიშვნელოვნად სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, იქნება ეს თევზი, იქნება ეს ნიგოზი, იქნება ეს სელის თესლი თუ ჩია. როდესაც კონკრეტულ მინერალებსა და კონკრეტულ ელემენტებზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ელემენტები, როგორიც გახლავთ კალიუმი და მაგნიუმი. და ასეთ შემთხვევაში კალიუმის შემცველობა ზოგჯერ გვჭირდება ვარეგულიროთ კიდეც, დავთვალოთ კიდეც ძალიან კრიტიკულად იმისთვის, რომ გულის რიტმის დარღვევა არ გამოვიწიოთ არც სიჭარბით და არც ნაკლებობით. და კალიუმის წყარო შეიძლება იყოს ბროკოლიც, კარტოფილიც, გარგარიც და ბანანიც. და ეს უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ნაკლებობა აქვს და ვისაც სიჭარბი აქვს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გული იყოს მაქსიმალურად დაცული. რაც შეეხება მაგნიუმს, მაგნიუმთან დაკავშირებით ჩვენ ნერვულ სისტემაზე, როდესაც საუბრობთ ხოლმე, არაერთხელ გვისაუბრია, ისევე როგორც გულის ჯანმრთელობასთან მიმართებაში და მაგნიუმის წყარო მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ არის ნებისმიერი თხილეული, მარცვლეულ ბურღულეული, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, აი მაგალითად თლიანი ხორბალი და ასე შემდეგ. ეს პროდუქტები მდიდარია მაგნიუმით, ისევე როგორც სხვადასხვა სახის პარკოსანი და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი მწვანე პროდუქტი, მათ შორის ისპანახი. ეს პროდუქტები მე ჩამოგითვალეთ მხოლოდ რამდენიმე ძირითადი კომპონენტი, თუმცა უამრავი ნივთიერებაა დაშიფრული ჩვენს ორგანიზმში, უпростоრად ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ საკვებში, რომელიც ჩვენი გულის ჯანმრთელობა, ჩვენი გულის რიტმს წაადგება. და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვლაპარაკობთ საბოლოო ჯამში არჩევანზე, რომელიც თავს იყრის დაბალანსებულ ჯანსაღკვებაში. თუ ჩვენ ვახერხებთ სწორად შევარჩიოთ პროდუქტები ყოველდღიურ რაციონში, სწორად შევუხამოთ ერთმანეთს, ეს იცავს მთლიანად ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას და მათ შორის იმ საოცარ რიტმს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს სიცოცხლეს. დღეს მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.